ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძრიდან გამოასვენეს. იქამდე კი გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა გადაიხადა. თანამსახურებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. ხელოვანის ოჯახს მიუსამძიმრა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ. სამძიმრის წერილი ტაძარში შეკრებილებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გააცნო. ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა. ყველას და რა თქმა უნდა ჩვენს გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო, მაგრამ ამ ქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია. ბატონმა ელდარმა ისევე როგორც ათეისტურ პერიოდ გამოვლილთა დიდმა ნაწილმა რთული შინაგანი ცხოვრება განვლო, რასაც ქალიშვილთან განშორების უმძიმესი განსაცდელიც დაემატა. ამ დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ იგი ღმერთამდე მიიყვანა და მორწმუნე ქრისტიანი გახადა. ამაზე მნიშვნელოვანი კი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ელდარისათვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მის გულითად მეგობარსა და მეუღლეს, ქალბატონ ნელის, მის შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს შინაგანი მშვიდობა და ბატონი ელდარისათვის ლოცვის ძალა. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. 7 აგვისტო 2025 წელი. ელდარ შენგელაიას ოჯახს მიუსამძიმრა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დღეს სრულიად საქართველო და ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ეთხოვება ჩვენი ერის დიდ მამულიშვილს, დიდ ხელოვანს, ქართული კინოს კლასიკოსს, რომელმაც არაერთხელ მოუტანა ჩვენს ერს დიდი სულიერი ძალა ნუგეში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შეზღუდული იყო ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებების თავისუფლად წარმოჩენა, ბატონი ელდარი ახერხებდა, რომ შეექმნა ისეთი ნაწარმოებები, რომელიც ქართველ ადამიანს თავს ქართველად აგზნობინებდა, თავისუფლად აგზნობინებდა, ახალ ძალას და ენერგიას შემატებდა. ეს კი შეუძლებელია თუ თვითონ პიროვნება გარდა იმ დიდი ნიჭიერებისა, გარდა იმ დიდი ინტელექტისა, რომელიც ჩანს მის შემოქმედებაში, არ იყო ღვთისგან მადლით ცხებული. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი შემოქმედება ეს არის ღვთის მადლით ცხებული შემოქმედება. შემოქმედება, რომელიც განურჩევლად ეროვნებისა, აღსარებლობისა ხიბლავდა და ხიბლავს და მოხიბლავს მარადის ყველა ერის პიროვნებას, ყველა საკაცობრიო მასშტაბით და ეს იყო რაღაცა საოცარი ფენომენი, საოცარი მოვლენა, რომელმაც საქართველოს ჯერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე და მერე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც რთულ წლებში თავისი უანგარო მსახურებით, თავისი ღვთისა და მამულისადმი ერთგულებით, მოყვასის განუზომელი სიყვარულით, დიდი ნიჭიერებით, დიდი ინტელექტით მოანიჭა ჩვენს ერს დიდი ძალა და იგი ცოცხალია, მისი სული ღმერთთან არის
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს განშორება არის მხოლოდ ფიზიკური, დროებითი, ჩვენ ყველა ღვთის მადლით, ჭეშმარიტი სარწმუნოების, ქრისტიანული სარწმუნოების აღსარებლები, ჩვენ ყველანი შევხვდებით ერთმანეთს და ბატონი ელდარი იქიდანაც ილოცებს ჩვენთვის. დღეს არის ხსენება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედის მართალი ანას და მის გარდაცვალებას, ისევე როგორც ღვთისმშობლის გარდაცვალებას ჰქვია მიძინება. ეს განსაკუთრებული ეპიტეტია, რაც ნიშნავს მშვიდობით გარდაცვლას ამ ქვეყნიდან ზეციურ სამყოფელში და არ არის შემთხვევითი, რომ ასეთი რამ დაემთხვა ბატონი ელდარის დაკრძალვას. მართლაც იგი მან მიიძინა, რადგანაც ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროებითი განშორება მისი ჩვენგან და იგი არის მარადის იქნება ქართველი ერის გულში, ცნობიერებაში და მადლობა ღმერთს, რომ მან მოგვივლინა ასეთი პიროვნება. საოცრად გაწონასწორებული, საოცრად სათნო და მადლობა ბატონ ელდარს, რომ მან იცხოვრა თავისი იმ დანიშნულების მიხედვით, რომელიც დაუდგინა ადამიანს ღმერთმა. იგი იყო და არის ხატი და მსგავსი ღვთისა. ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი, მისი მეუღლე, შვილები, ყველა ახლობლები, თქვენ აქ ამდგომარენი და სრულიად საქართველო, რამე თუ სრულიად საქართველო არის დღეს ჭირისუფალი ბატონი ელდარისა. ღმერთო დალოცე მისი უკვდავი სული და დააწესე იგი ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადაცა მართალნი განისვენებენ. ამინ. კინორეჟისორის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა და პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. ძალიან დიდი ხელოვანი და დიდი ადამიანი, დიდი ქართველი დააკლდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის, უნიკალური, განუმეორებელი ადამიანი პირველ რიგში და შემდეგ ხელოვანი, რომელმაც წარუშელი კვალი დატოვა ქართულ კინოხელოვნებაში. მე პირადად მქონდა პატივი მასთან მეგობრობის, მასთან ურთიერთობის, საოცარი ადამიანი იყო და მათ შორის მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო ნამუშევარი, რომელიც ბატონი აზორ ერქომაშვილის ხსოვნას მიეძღვნა, ფილმი, რომელიც გადაიღო, მე მქონდა პატივი, რომ მეთამაშა ამ ფილმში და ძალიან სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. კიდევ ერთხელ უსამძიმრებს სრულიად საქართველოს, სრულიად საზოგადოებას და ჩვენი ვალია, რომ მისი არა მარტო შემოქმედება, არამედ მისი ხსოვნა მარადიულად შევინახოთ ჩვენს გულებში და ჩვენს მეხსიერებაში. კინორეჟისორი უკანასკნელ გზაზე სასულიერო პირებმა, ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა, მეგობრებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გააცილეს. აქ შეკრებილები ხელოვანის განვლილ ცხოვრებაზე, მოღვაწეობაზე საუბრობდნენ და მასთან ურთიერთობას თბილად იხსენებდნენ. ბავშვობიდან მეგობრად, ერთად ვისწავლეთ. ერთად ყალიბებდა ყველაფერი ის, რაც შემდეგ ელდარმა ბრწყინვალედ გააკეთა თავის შემოქმედებაში. ის შერეკილი ქვია მის ფილმს. თვითონ შერეკილი იყო საქართველოს სიყვარულს, ქართველების სიყვარულს. სულ გვერდში ედგა საქართველოს ყველა სიტუაციაში. იბრძოდა ამისთვის. რამდენი რამ გადაუტანია უბედურებას და ყველაფერი გადაიტანა. სიკეთის მატარებელი იყო, იმიტომ რომ ეს სიკეთე იყო ის, რაც მის ფილმებში დევს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სასაცილოა, კომიკურია ყველაფერი, ხო? მაგრამ ხომ სიმართლეა, ის ჭეშმარიტებისთვის შერეკილი ადამიანი იყო და მის ფილმსაც შერეკილი ერქვა. ქართველ შერეკილებზე იყო, თავისუფლებაზე შერეკილ ადამიანს მისი ფილმი. ეს იყო ის შემოქმედი, რომელმაც თავის დროზე
წინასწარმეტყველა იმის შესახებ, რომ დაინგრევოდა ეს საბჭოთა სისტემა თავის ფილმში ცისფერდებში და ეს ყველაფერი დაახლოებით 8 წლით ადრე თქვა, მერე დაინგრა კიდეც ეს საბჭოთა სისტემა. ეს იყო გმირი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ებრძოლა ადამიანისთვის, სიმართლისთვის, ყველაფრისთვის. მთელი თბილისი და მთელი საქართველო აცილებდა დღეს თქვენ ეს ნახეთ. ეს სიყვარულია, მან სიყვარული დათეს, სიკეთე დათეს. გარდაიცვალა ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორი მსოფლიო კინემატოგრაფიაში. ქართველი ლეგენდარული რეჟისორი ბატონი ელდარ შენგელაია. და ვფიქრობ, რომ ეს დანაკლისი, რომელიც მის შემდგომ დარჩება, ყოველთვის შეუსებელი იქნება, იმიტომ რომ ის ხედვა, ის თვალი, ის ემოცია, ის იუმორი, ის პოზიცია, რომელიც ბატონ ელდარის ფილმებიდან მოდის, ეს მხოლოდ მისეული იყო. არავის არ გავდა ბატონი ელდარი და ყოველთვის ძალიან იშვიათია რეჟისორები, რომლის ნამუშევარსაც როგორც იწყებს გადაღებას, ელოდები რა იქნება. აი ეს რაღაც, მოდი ესე ვიტყოდი, დეტექტივი ყოველთვის ჰქონდა ბატონ ელდარს, იმიტომ რომ ის იყო ძალიან საინტერესო, ძალიან სხვანაირი თვალით და სხვანაირ რაკურსით ხედავდა სამყაროს. ამიტომ იყო ის საინტერესო, ამიტომ იყო განუმეორებელი, ამიტომ ბრძანდებოდა ბატონი ელდარი პატარა ბავშვი, ყოველთვის უნდოდა ფრენა, ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო ამოუცნობის ძებნელი და ეს მის ფილმებში ყოველთვის არის ძალიან კარგი ქართული ხასიათები აქვს მის ფილმს და ამავდროულად ძალიან კოსმიური ხასიათები აქვს. ნიღბებით აზროვნებს, ამ დროს ძალიან ქართულია და ვფიქრობ, რომ მისი მეტაფორული აზროვნება, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა, ის არ იყო აი რებუსული, ძალიან გარკვეული იყო ხოლმე, ყოველთვის ძალიან კარგად კითხულობდა მაყურებელი მის ფილმებს. ვფიქრობ, რომ მისი წასვლით რაღაც დიდი ეპოქა დამთავრდა, მაგრამ გვეამაყება და გვეიმედება ის, რომ მისი ფილმები ყოველთვის იქნება სამყაროში ელდარ შენგელაიას თვალი დანახული სამყარო. ყველაფრისათვის დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ელდარს. მე მასთან ძალიან ახლოს ვიყავი ოჯახთან, მის ფილმებში დაცვარ გადაღებული და ყველაფრისთვის მადლობა მინდა უთხრა კიდევ ერთხელ, რომ გვყავდა ესეთი დიდი შესანიშნავი და ბრწყინვალე ადამიანი. ელდარ შენგელაია აი ამ უდიდეს რეჟისორს თაობები გავისარდეთ და მისი ფრაზები ფილმებიდან ყველა თაობის ადამიანებმა ვიცით, ხმარობთ. ჩვენ მან ჩამოგვიყალიბა, მე ესე ვიტყოდი, ესთეტიკა, გემოვნება, კინემატოგრაფის შეგვაყვარა. აი ის ადამიანია ზუსტად მე ვიტყოდი შეიძლება რამოდენიმე კინემატოგრაფისტთა შორის. ჩვენ დღეს ძალიან იოლად ვაბობთ გენიალური, ლეგენდარული ელდარ შენგელაია მართლაც გენიალური, ლეგენდარული კინორეჟისორი იყო. და მან მისმა ფილმებმა არა მარტო საქართველოში შეაყვარა, თუნდაც ესე ვიტყვი, საქართველოს ადამიანებს მსოფლიოს შეაყვარა თავისი ფილმები და აჩვენა თუ ქართველები როგორი განსხვავებული, იუმორით სავსე, რომანტიული ადამიანები ვართ. დავიდა ძალიან დიდი ადამიანი, ძალიან დიდი ხელოვანი რეჟისორი და არაჩვეულებრივი მეგობარი და ასეთი თავდამალი, ასეთი გენიალური ადამიანები რომ მიდიან, ძალიან გულდასაწყვეტია და მაგრამ დაგვიტოვა ძალიან კარგი საგანძური ეს თავის არაჩვეულებრივი ფილმები, რასაც აი დღესაც რო აქტუალურია, დღესაც რო გადასარევია და ნათელში იყოს ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ნათელში აკონოს ყველი. გარდაიცვალა რეჟისორი ტიციან წაბიძის სიტყვებით რომ თქვათ, რომელმაც ქართული კინო მსოფლიო რადიუსით გამართა. ეს იყო მართლა რენესანსი ქართულ კინოში. დიდი რეჟისორების მთელი პლეიადა ელდარ შენგელაია იყო ერთ-ერთი გამორჩეული მათ შორის. თავისი ხელწერა, თავისი გამორჩეული სტილი, თავისი ხედვა
და რაც თავარია, ქართულ კინოში მოხდა უდიდესი სინთეზი ორი დიდი პიროვნების, რევაზ გაბრიაძის და ელდარ შენგელაიას შერწყმა მოგცა ამან ჩვენ საოცარი შედეგი. პირადად ჩემთვის ელდარის თითოეული ფილმი ეს არის მაღალი რანგის პოეზია, რომელი ერთი გამოვყო, ვერც ერთ მათგანს ვერ გამოვყო. ელდარს არ აქვს მეორე ხარისხოვანი ფილმი, ყველა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მადლობა მის სულს, მადლობა იმ ყველაფრისთვის, რომ ჩვენ საღზრდაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა მან. ეს სამწუხაროა, მაგრამ ამავე დროს ვალმოხდელი მედის. წოთის სოფელსაზე გადაიხადა ვალი და სამშაბლოსთვისაც. და ჩემი თაობა და ჩემს მომდევნო თაობა, თქვენი თაობის შესაძლებლად ამის ფილმებით გავიზარდეთ. ასეთი კაცები დატირება არ უხდებათ. ესენი კაცები ხნევნა გააცილო, იმათ ისინი ვალმოხდელი მედია. დასატირებლები არიან ის, ვისაც არაფერი დაუტოვებია. ვინც არავის არ ემსახურა არც ხალხს. ეს იყო ჩვენი დროის, მარტო ჩვენი დროის არა, მაგრამ მარტო ჩვენთვის, მთლიანად სამყაროთვის უდიდესი ხელოვანი. ელდარ შენგელაიამ ქართულ კინოხელოვნებას შესძინა შედევრები. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია ლეგენდა ყინულის გულზე, თეთრი ქარავანი, არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, სამანიშვილის დედინაცვალი, ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი და სხვა. ხელოვანს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება. დიდი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.